კოჯრის ხევში ვიმყოფებით დღეს, ეს არის რეალურად დამაკავშირებელი ადგილი თელეთის, ანუ გარდაბნის ქვედა მხარის და ტაბახმელა კოჯორის და შინდისის დამაკავშირებელი ზონა და ასე ვთქვათ საიდუმლოებით და ბურუსით მოცული ადგილი იყო აქამდე, იმიტომ რომ რეალურად ერთი წრე არის და რატომღაც ადამიანებს განცდა ჰქონდათ რომ ეს ადგილი სულ სხვაგან იყო, ბევრი მომართვიანობა იყო ამ ადგილიდანაც და რეალურად იმყოფება, აი ხავე გაჩვენებთ თქვენს. ეს არის კუმისის ტბა და კუმისის ტბიდან რეალურად არის ამოსასვლელი გზა, რომელთაც უკავშირდები ტაბახმელის ზონას, ეს არის ხევი, კოჯრის ხევი, რასაც ეძახიან და ამ კოჯრის ხევიდან ადიხარ ზევით ტაბახმელა შინდისი წავკისის ზონაში. მაგრამ მდებარეობა არ იყო ერთადერთი პრობლემა, რომელსაც აქ ხალხი აწყდებოდა და აწყდება დღესაც. მდებარეობა არის ერთ-ერთი პრობლემა. სხვა პრობლემა, რაც წარმოიქმნება და ამ შემთხვევაშიც ახლა ამ საქმეს, რომელსაც ვამუშავებ, წარმოიქმნა, არის რომ ადამიანს აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი, მოუძებნეთ მისი რეალური ადგილი და ადგილმდებარეობა, მაგრამ ამ ადგილზე არის შემოსული სხვა და შემოსული არის ისე, რომ დაფარული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ტერიტორია წარმოადგენდა მებაღეობისთვის განკუთვნილ ზონას. და აქ რაღაც ილუზია შექმნილი, რომ თითქოს აი საკარმიდამო მიზნებისთვის ის რასაც გვხვდება ხო სხვა რეგიონებში, ვინმე რაღაცას ფლობდა და ამის ფარგლებში აქ მიიღო საკუთრების უფლება. მოითხოვა და ბრმად მუნიციპალიტეტმაც ან დახუჭა თვალი, ან დაახუჭინეს თვალი და ასე აღმოჩნდა სხვისი კერძო საკუთრება სხვა ადამიანის ხელში. მაგრამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს და მებაღეობის მაგალითზე, ეს რაღაც ბავშვობიდან ჩაბეჭდილი ანდაზა, განსაკუთრებით ხილული და რაღაც პრაქტიკული მეჩვენება, იმიტომ რომ აი განახებთ ახლა მაგალითად ამ ადგილას როგორი ბალავერია დარჩენილი, ხო? ამდენი წელი გავიდა, ადამიანს აქ ჰქონდა სახლი აშენებული და ბალავერიც კი დარჩენილია ტერიტორიაზე. და არათუ ბალავერი რომ მოენდომებინათ და შეემოწმებინათ, ნახავდნენ აქ ძალიან კარგად, რომ ეს ტერიტორია საკარმიდამო მიზნებისთვის კი არ იყო გაცემული მებაღეობისთვის და ამის უამრავი საშუალება არსებობს, თუ გინდა მოინდომო და შეამოწმო, რომ თუ არ იცი შენ თვითონ, ერთით თუ არ იცი, უნდა გქონდეს უნარები, რომ კითხო სხვას და ან მოიკითხო და გამოიკლიო და გამოიძიო და შეგიძლია ნახო მიწათსარგებლობის გეგმა, მიმდებარე რეგისტრაციები, ზონალური გადანაწილება, ძველი ორთო გეგმა, მოკლედ უამრავი საშუალება არსებობს, აი თად ყრუ თუ არა ხარ და ბრმა ადამიანი, რომ შეამოწმო, რომ ტერიტორია არის საკარმიდამო, თუ არის მებაღეობისთვის განკუთვნილი. ეხლა ორივე მხარეს შევეხე ამ ისტორიის მოყოლის დროს და ორივე მხარეს იმიტომ შევეხე, რომ რეესტრსაც შეუძლია ამის დადგენა და შეეძლო. და ამ პირსაც, ვინც აქ ნაკვეთი დაირეგისტრირა, ამ ადამიანსაც შეეძლო და არათუ შეეძლო, მან ზუსტად იცოდა, რომ ეს ტერიტორია არ იყო საკარმიდამო მიზნებისთვის გაცემული. მას ჰქონდა თავისი უფლების დამდგენი დოკუმენტი, ის ნამდვილად იყო ამ მებაღეობის წევრი, ოღონდ იყო ცოტა მოშორებით აქედან და შემდეგ აი როგორც ხდება ხოლმე ეს მადები რაღაცა იხსნება და ადამიანი თუ არ ამოვიდა თავის ნაკვეთზე, აქ განცდა უჩნდება ზოგიერთებს, რომ აი თუ არ ამოვიდა, ესე იგი ჩემია და მოდი ბარემ წავიღებს ხვისასაც და ეხლა შეიძლება ადამიანს ეს გაუჩნდეს, ხო, ახლა ნორმალურია, მაგრამ ქვეყანაში მეორე მხარეს იმიტომ ახსენებს საჯარო რეესტრს, რომ ამ ქვეყანაში არის რეგისტრაციაზე და უფლებებზე და უფლებების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი ორგანო საჯარო რეესტრი და საჯარო რეესტრმა უნდა შეაჩეროს და შეაყოვნოს ეს პროცესი და ეს ვნებები, აი მოძალებული ვნებები, რომ წაიღონ სხვისი ადამიანებმა, აი ამ ინსტიტუციამ უნდა გადაარჩინოს და ამ ინსტიტუციამ უნდა შეინახოს ის უფლებები, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. და თუ ამას არ აკეთებენ, ამ შემთხვევაში
თქვენ გეკუთვნით ამის გამო ზიანის ანაზღაურება და ეს ადამიანი ახლა ვისაც ვეხმარებით საბოლოო ჯამში ან ნაკვეთს მიიღებს თუ გაიხსნება გონება და გაიაზრებს საჯარო რეესტრების დაშვებულ შეცდომებს და გაიაზრებს რა პრობლემების წინაშეა იმყოფება ეს ადამიანი დაიბრუნებს ნაკვეთს და თუ ეს არ მოხდება რა თქმა უნდა ეს უფლება ვერ გაქრება და ვერ აორთქლდება ეს ადამიანი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და მიიღებს ალტერნატიულ სიკეთეს ქონების დღევანდელი ღირებულების გათვალისწინებით ასე რომ დაჩაგრული ვერც ერთ ვარიანტში ვერ იქნება პირი ვისაც უფლება ეკუთვნოდა ვინც უნდა დაიჩაგროს და ვინც დასაჩაგრია ამ ურთიერთობაში არის ის პირი ვინც მიითვისა ნაკვეთი და ის პირი ვინც ხელი შეუწყო და დაარეგისტრირა ეს მითვისებისკენ მიდრეკილი სურვილები ოფიციალურად სახელმწიფო უწყებებში. ასე რომ მე გირჩევდით რომ თავი დაანებოთ სხვების ნაკვეთების წაღებას საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოცხადდება და ისევე როგორც გაცხადდება უпроსტო და ისევე როგორც აქ გახდა ხილული ასევე გახდება ხილული ყველგან ყველაფერი ვის რა ეკუთვნოდა და ან თქვენ შეუწყოთ ხელი ამ პროცესს და დაანებეთ ამ ჯინიანობას თავი ან არა და მაინც მოგიწევთ ამის გამო პასუხისგება და ისევ თქვენთვის იქნება ეს ცუდი შედეგობრივად